მოგესალმებით მეგობრებო, ყველა ჩემ გამომწერს მივესალმები, მე გახლავართ ნინია და უცებ დავიწყებ ორი სიტყვით გეტყვით. დღეს გვექნება ენერგეტიკული წმენდა, წყალი უკვე არის ყველაფერით გამზადებული და ნალოცი და ასე შემდეგ. მოკლედ, ხალხი, რომელიც ძვრება თქვენს ცხოვრებაში, ცხვირს ყოფს, ხალხი, რომელიც არ განებებთ თავს და თქვენს ენერგიებს იპარავს, ხო? შეიძლება არ ცხოვრობთ ერთად, მაგრამ მაინც იპარავენ თქვენს ენერგიებს, მაგიის საშუალებით, რა თქმა უნდა. და თუნდაც ბევრმა არ იცის, რომ არის ენერგოვამპირი. არის ეს ხდება ხოლმე სამსახურში, სახლში, ოჯახის წევრებში, მეზობლები, ყველანაირ თემას შემყავს აქ. აი ეს შეგიძლიათ თქვენ შვილებზეც უყუროთ 7 წლიდან ზემოთ. მოკლედ დავიწყებ მე ახლა წმენდას, მეგობრებო. დავიწყებ წმენდას. უკვე ნახეთ სანთელი რა დღეშია. და როგორ გაშავდა, ხედავთ, როგორ გაშავდა. ნახეთ როგორ გაშავდა. ცოტა აქეთ მოვწიო. აი ასე. ხედავთ. უკვე ამოვიდა ქალი ამოვიდა ახალგაზრდა მუქი ან შავი ან ყავისფერი თმებით, ცოტა დიდი შუბლით, ლამაზი თვალებით, შეიძლება წამწამებით დაკრული აქვს. დათვი საჩუქარი ამოვიდა აქ საჩუქარიდან არის გაკეთებული. კი, სათამაშო ამოვიდა მეგობრებო. ნახეთ სანთელი როგორ ისვრის, უყურეთ. კიდევ ერთხელ ვიწვევ ნათელ ძალებს, მაღალ ძალებს, ანგელოზებს, არხანგელებს და ჩემს დამხმარე ძალებს, რომ დამეხმაროს გაწმენდაში ჩემი და ჩემი გამომწერების. ვინც ესე იგი ადეკვატურია. აქ მეგობრებო არის ფულები, ნახეთ როგორ წინწკლებით მოდის, წინწკლებით. ნახეთ როგორ წინწკლებით მოდის. აბა, ნახოთ რას გვეტყვის კიდე სანთელი, რას გვეტყვის. ნახეთ როგორ ბრაზობს სანთელი, ხედავთ? როგორ ისვრის. ნახეთ. ხედავთ როგორ ისვრის. აქ არის ავეჯი, სკამი ამოვიდა, კომპიუტერის სკამსაც გავს მისაყუდებელი და ისე სკამსაც გავს მისაყუდებელი. მანდ არის კიდე რაღაცა ნეგატივი არის. აქ არის კიდე, ესე იგი, 1 2 3 ოთახი ამოვიდა, 3 ოთახიანი, 2-იც განიხილება. აი აქ საძინებელში არის რაღაცა ბალიში ან თავთან მოძებნეთ უკან, პატკლადია. აქ ურთიერთობაზე ნახეთ თეთრი გული ამოვიდა, გაციებაზეა გაკეთებული, ჩასაფრებული ხალხი, ნახეთ პატკლადებს რო გიდებენ და რო არ გშორდებიან, მიხვდით ხო? აქ დივან, ნახეთ. ხედავთ რა დღეში ასე. კარგ დროს გამოვედი, უბრალოდ შემოვედი ეთერში, რომ ნახეთ, რამხელა შური ხალხნო, რამხელა შურია, აი ბუშტები, აი თევზის ბუშტებით რო რაღაცას აი რო სკდება, ხო იცით და ნახეთ სანთელი როგორ გაშავდა თავში, ნახეთ როგორ გაშავდა. ეს ადამიანი მინდა გითხრათ, ადამიანი ერთი კაცია, მაგრამ ქალიც არის, ეს არის შეკვეთილი, ნახეთ რეები ხდება, ხალხნო, რეები ხდება. ეს არის შეკვეთილი, გამზადებული, ნახეთ, სულ მიწებია, ნახეთ, გავწევ ახლა მე ამას ცოტა. ხედავთ მიწას, აი. მე ხა თეთრი სანთლით მუშაობ და ნახეთ ნახშირები მიწას გიყრიან, იცოდეთ.
უფლის დახმარებით, ანგელოზების დახმარებით. 4-ვე კუთხიდან ხალხო თქვენს გზას აკონტროლებენ, ნაკვალევი და ბავშვის სათამაშო, ისევ დათუნია და კიდე იცით რომელი ყურები აქეთ იქით და აი იმას გავს რა ქვია, ან სასაცილო ძაღლს დიდი ყურებიანი, ჩამოშვებული ყურებით ნაჭრის უნდა იყოს ეს სათამაშო ან ნაქსოვი, ან კიდე აი პატარა ჩოკინა როა, ვირის ჩოკინა, ხო იცით, აი ეგეთი სათამაშო რაღაცა, ეგეთი მსგავსი ამოვიდა. კი, ნამდვილად. აქ მანქანა, კიდე მანქანაზეა პრობლემა, ჩემო კარგო, თვალი, შური, აი ეს რაც გამოვიდა ამ ეტაპზე, აქ მიწა არის ეს საფლავიდან არის ეს მოტანილი, დამუშავებულია, გასაღებზეა დამუშავებული, თქვენს სახლთან, კორპუსთან, მიმავალი გზები, მაღაზიასთან, იციან სად დადიხართ, როგორ დადიხართ. კი, ნახეთ, იციან სად დადიხართ, როგორ დადიხართ, ჩემო კარგებო, კი. აქ როგორ არის, იცით, იმხელა ვეშაპი ამოვიდა, კაცრავად, აი აქ იმხელა მერე განახებთ ვეშაპი ამოვიდა, რომ აი და დრაკონი, ესე იგი, არის ესეთი პროგრამები შავი მაგიური, რომ დრაკონს ხატავენ კიდეც და თქვენს სახელს აწერენ, მიხვდით? იქ სურათი არ არის საჭირო და აი ამ აგრესიული, ეს არის სუშნასწი, აქ იროდა ბესი ამოვიდა, აგრესიული პირველი ბესებს შორის. აბა ეხა კიდე რა იქნება, მე ხა ამას რასაც ვლაპარაკობ, ეს ყველაფერი ამოდის და გეუბნებით და მერე უკვე ესეც იხსნება რა თქმა უნდა, ჩემგან და თქვენგან იხსნება, ნეიტრალდება, მაგრამ მერე მეორე სანთლით გავაკეთებ უკვე სრულ გაწმენდას ენერგოვამპირებისგან, ვინც თქვენს ესე იგი ცხოვრებაში ყოფს ცხვირს და აღარ ჩერდებიან, მიხვდით ხო? აი, ხო შეიძლება რაღაცას დასასრული კონდეს, ხო? არა. იმიტომ რომ აი ნახეთ, აი ხელი არ მინდა, აი ეს სულ მიწებია დაყრილი, აი აქ არის სულ მიწები დაყრილი, მეგობრებო. ნახოთ კიდე. აი აქ არის მიცვალებული სული ამოვიდა, თქვენ სახლში სული დადის, ვისაც გაქვთ შეგრძნებები, რომ ენერგია სკარგავთ, მუცელში რაღაცა დაგდით, მარცხენა მხარეს ან მარჯვენა მხარეს, რომ მარცხენას მეუბნებიან, ეს არის წარსული ურთიერთობა, წარსული ხალხი, წარსული ცხოვრებიდან, კი სანთელიც მიდასტურებს და შეიძლება მამაკაცის მხრიდან. აქ ამოვიდა საპერნიცა, მეტოქე ამოვიდა, ქალი. აი, აბა, კიდე რას გვეტყვის? აქ ამოვიდა მეტოქე, ქალი, ამოვიდა, კი, ткац-ткуц. ჯვარი გაქვთ დადებული, მეგობრებო. ოპა, ჯვარი გაქვთ პირდაპირ დადებული. იცით როგორ არის, თქვენ სახელზეა დაწერილი, ან თქვენ ფოტოზე ესე ჯვარია დადებული, გადაკრული გაქვთ ჯვარი და მერე აქ იკითხება შესაბამისი სიტყვები. კი, ნახეთ, სანთელი არასოდეს არ ტყუის და ოპა, შური, ღვარძლი. ნახეთ, ფულები, ფინანსები, თქვენი რესურსები, თქვენი ძალები, ვისაც გაქვთ სიტყვაზე განვითარებული მესამე თვალი, თქვენ ძალებს იპარავენ, ასე ვთქვათ, მაგიური ძალები, ეზოთერიკული ძალები, ან ელემენტარული რა ძალებიც გაქვთ, ხო? აი ეს ადამიანური ძალები, რესურსი, აქ არის დიდი კრადნიკები. მე მაგ კრადნიკები მოძებნეთ ჯანმრთელობაზე და მე კიდე ჩავწერ ჯანმრთელობაზე ახალ კრადნიკების მოხსნას. ანუ კრადნიკები რუსულად არის მოპარვა, რო გპარავენ, მიხვდით? აქ არის უყურეთ, კიდე დაფიქსირდა, აი აქ უყურეთ ყური და თქვენი ნაფეხური. ესე იგი, სულ
სულ ხართ ემაში რა ქვია და აქ არის უყურეთ ორი დემონი და ფილტვებიც დაფიქსირდა, ასევე მენჯები, ნახე, მენჯები დაფიქსირდა და აი უყურეთ ეს ქათამი არის, რომელიც აი ესე გრძელი მით კაკუ და აი ესე გითხრიან მიხვდით ხო? აი ამ მას რა ქვია მსხვერპლშეწირვაა გაკეთებული. კი, ნახეთ როგორი ბუშტებია, როგორი შურია, ზიზღი, აქ მგელიც გამოისახა და ნინიასაც თავბრუ დაეხვა გემრიელად. აქ არის ბოდიში მომითხოვია მამაკაცის უკანალი შიშველი, აი ესე ზის და აქ არის როგორ იცით, აი ოხო ჩამოვიდა. აქ არის დაღუპული, ეს არის დაღუპული ადამიანი, რომელიც მაგიის საშუალებით, ასე ვთქვათ, უკაცრავად ხელებისთვის ხანერად არ გამომდის, ასე ვთქვათ, მაგიის საშუალებით ან წაიყვანეს, არ გამოვრიცხავ, წაიყვანეს, ჩაქვრა. კი, წაიყვანეს სამწუხაროდ მამაკაცი და იცით რა არის მის სახელზეა გაკეთებული თქვენზე რაღაცა, მის საფლავზე არა მისმინეთ, მის სახელზეა, აი ეს ჯადოებით წაყვანილი მამაკაცი რო არის, აი ავამტყოფობდა, შეიძლება ოპერაციაც კი გაკეთდა და აი მის სახელზეა თქვენზე გაკეთებულია ეს წყევლები და გაგრძელებულია ეს ყველაფერი. მიხვდით? გაგრძელებულია. კი, ნახეთ, სანთელს ვერ მოატყუებ. აი ნახეთ რა დღეშია, სუშური. აქ არის კიდე მეზობლები დაგიფიქსირდათ. ნახეთ, მეზობლები მეთქი და სუთ კაცად კუცი გასდის, ნახეთ. მეზობლები კორპუსში, თქვენს სადარბაზოში, თქვენს სართულზე, მარჯვენა მარცხენა კარებებში ან შუა კარებში თუ ცხოვრობთ, ხო, აქ მეზობლები ამოვიდა, ნახეთ მეზობლებზე რა დღეშია. ეს მე გეტყვით, რომ აქ არის უკვე დილეტანტებიც მუშაობენ და აქ არის უკვე შეკვეთილი მაგია, პირდაპირ თქვენს ნაკვალებზე, პირდაპირ ნახეთ თქვენ მიწას გიყრიან, აქ არის ტელეფონზე კიდე ჯადო, ტელეფონით გადმოცემული, მინდა გითხრათ, ხედავთ სანთელი რა დღეში. ტელეფონით გადმოცემული, მადლობა მაღალძალებს, ნათელძალებს, რომ ნახეთ, ჯერ ილაპარაკა, ესე იგი ფიგურები ყველაფერი მოყვა, რომ მე თქვენთვის გადმომეცა და ნახეთ, ეხლა წამოვიდა ეს ნაგავია, ეს შავი ნაგავი პროგრამები, შური, ღვარძლი, თქვენს ნაკვალებზე რო დადიან პორჩა პატკლადები როა, ნახეთ, მიწას რო ყრიან, მარილს რო ყრიან, რაღაცა სათამაშოები გხვდებათ. მე მაგალითად დღეს დილით დამხვდა პორჩა პატკლადი, ძაფები, ანუ უზილკოვე მაგია, ეს ახვევენ ეს ძაფებს, კი, აი ნახეთ. აქ ეხლა მე ჩემს ასაც ხსნი და ვისაც ესეთი სიტუაცია გაქვთ, მოიხსნება, განეიტრალდება, მიხვდით? კი, აი იყო ნამდვილად. მე კი ვიცი, მაგრამ მე მინდოდა თქვენთან ერთად განეიტრალება. ესეც ცოტა ჩავაქსოვე, მიხვდით ხო? ეს არ არის ხა პატკლადი პორჩაზე რიტუალი, ეს არის კი, ნამდვილად იყო, აი ნახეთ, ვისაც ეს სიტუაცია გაქვთ, ნახეთ სიკვდილზე, გუდანაბადი აქ მოგდებული მხარზე, ნახეთ და მიდის, ანუ კრატნიკები გპარავთ რას? ცხოვრებას პირველ რიგში, ფინანსებს და რაც ამ გუდანაბადში ჩაეტევა, მიხვდით ხო? რომ თქვენ აღარ იყოთ, აი აქ ბაბკა ამოვიდა, ბებიას გავს და ესეც აკეთებს თუ აკეთებს, ან ახალგაზრდაა და გავს, რომ აი ზოგი ახალგაზრდა უკაცრავად შეურაცხყოფას არავის ვაყენებ, მე შავი მაგიის წარმომადგენლებზე მაქვს საუბარი, ახალგაზრდა დაბერებული, აი შურით, ღვარძლით, მიხვდით ხო, ვის გეცნობათ ესეთი მეზობლობაში, აბა. აი აქ არის სერიოზული ნამუშევარი. ნახეთ, იყოს ესე ალბათ უფალმა ესე ინება.
ალბათ ეს ინება უფალმა როგორ დაჯდა. როგორ დაჯდა. ნუ აქ არის საშინელი რაღაცეები მეგობრებო, ნახეთ რეებია, ხედავთ? ხედავთ? საშინელი რაღაცები, ის მე რაც მოვყევი, ის ყველაფერი რაც ამოვიდა და აქ არის კიდე თევზის ფარფლებზე გაკეთებული. ბარაქაზეა გაკეთებული, ან თქვენ ადრე მიაკითხეთ, შეიძლება თეთრი მაგის წარმომადგენელი იყო კაცო და ეს ქალი დაგეხმარათ თქვენ, მართლა გეხმარებოდათ, აქ ჩანს ბავშვების ფოტოები გეხმარებოდათ, მაგრამ ეხლა დღესდღეობით აი ეს ქალიც დაგიპირისპირდათ, აი ესე ამოვიდა, მიხვდით, ხო? ესე ამოვიდა, ხო. ეხლა უკვე ჩემო მეგობრებო, უფლის დახმარებით, ჩემი ძალების დახმარებით, წინაპრების დახმარებით, ანგელოზების და არხანგელების დახმარებით, მე აი ამ ყველაფერს, რაც აი აქ ამოვიდა, ეხლა შევეხები მე ისეთ ადამიანებს, რომლებიც ძვრებიან ჩვენს ცხოვრებაში, რო არ ეკითხებათ არაფერი, რო არ ეკითხებათ და ცხვირს ყოფენ, მიხვდით ხო? როგორ ჭამთ, როგორ სვავთ, რამდენი ცელოფანი თუ პარკი ქვია ამოგაქვთ მაღაზიიდან თუ ისე, მიხვდით ხო, სავაჭრო ცენტრიდან რა გაცვიათ, აქ ღვიძლი დაფიქსირდა, ესე იგი აქ არის სანათესაო უკვე, სანათესაო ჩაერია სისხლით, ნათესავები ჩაერივნენ, ამოვიდნენ, გპარავენ, აი დიდი ვირთხა, ისევ ტელეფონით არის აქ ჯადო. გეუნებით SMS-ებითაც არის, მოდის შეუძლიათ გადმოცემა და ტელეფონის ხმის საშუალებითაც ეს იცოდეთ, რომ წაიკითხო, არ გახსნათ ხოლმე უცხო ისინი SMS-ები თუ გეეჭვებათ რამე, მიხვდით ხო? კი, აი ნამდვილად ადასტურებს, აქ არის ტელეფონით გადმოცემული ჯადო, ტელეფონები გაქვთ სასწრაფოდ გასაწმენდი. აი ამ ადამიანებს, ვინც ცხვირს ყოფენ, ქალია თუ კაცია, ბავშვია თუ მოზარდია თუ ჭაღარა თუ ყავისფერთმიანი თუ ქერათმიანი, ყავისფერთვალებიანი თუ შავთვალებიანი, ცისფერთვალებიანი თუ მწვანეთვალებიანი თუ სხვადასხვა ცალ-ცალკე თვალებიანი, აი ეს არა ადამიანები ჩემთვის, აი ამათ მე ახლა, აი ამ ცხვირს, ნახეთ, აქაც რამხელა ცხვირი დაფიქსირდა, ეს კავკასიური ცხვირი. ნუ ეს პირდაპირ პროგრამაა, რომ დღე და ღამე იძინებენ თქვენ ცხოვრებაში ყოფენ ცხვირს და იღვიძებენ და თქვენ ცხოვრებაში ყოფენ ცხვირს. ბევრს არც აქვს ძილი. აქ არის, ესე იგი, შაბაში, რომელიც, ესე იგი, რამოდენიმე გესხმიან თავს ერთად, მიხვდით ხო? ან ერთი გააკეთებს, მეორეც დაიძინებს, მესამე გააკეთებს, ის გამოიძინებს და ესეთი სიტუაცია. ნახეთ, რამხელა ცხვირი და სელაპი. ნახეთ, რომ ესე იგი, აი ბოდიში და გამონადენი როა ცხვირიდან ეს, ხო, აი ეს წებოვანი რაღაცეები და აქ არის ხოჭო, ნახეთ, რამხელა პროგრამაა უყურეთ, ეს არის და ეს არის ლოკოკინა კიდე გატყავებული. აქ არის ჩემოკარგებო პირდაპირ მსხვერპლშეწირვები სისხლზეა გაკეთებული, მსხვერპლს წირავენ. ანუ ჩიტებს, ლოკოკინებს, ბაყაყებს, ქათამს და ასე შემდეგ, მიხვდით ხო? ეხლა მე გავწმინდა ვაკ ენერგოვამპირულ პროგრამებს, რომელი ადამიანებიც ჯერ ნებსი თუ უნებლიეთ გპარავენ და გვპარავენ ჩვენ ენერგიებს, არ აქვს მნიშვნელობა ჩვენთან ერთად ცხოვრობენ თუ არ ცხოვრობენ, მაგრამ შეხება ხო გაქვთ არა, გონებრივად, მენტალურადაც შეიძლება, ნახეთ რა ემართება სანთელს, რომ ზუსტად ვლაპარაკობ, გონებრივად, მენტალურადაც რო გპარავენ ენერგიებს, რო გპარავენ მაგიის საშუალებით, ჯადოს საშუალებით, პორჩას საშუალებით, აბრიადებს რო აკეთებენ იმის საშუალებით, კუკლავუდების საშუალებით, ვუდუს საშუალებით, ცომით რო აკეთებენ, ვოლტზე რო მუშაობენ და ასე შემდეგ. აჰა, ეს ჩამოვიდა ეს პროგრამა, მადლობა უფალს. ხო, ეხლა გენაცვალე, გადავიდეთ ის ნეგატივი ჩამოვიყვანოთ და გავანეიტრალო.
თქვენთან ერთად, თქვენთვის, ჩემთვის და თქვენთვის, რომ არ გეშვებათ, აი ყოველ დღე ეკითხება თუ არ ეკითხება, თქვენზე საუბრობენ, თქვენზე ჭორაობენ, შურიანები, შავპირიანები დაუკეტავ ახლა მე ამათ ენას, პირს შევუკერავ მაგიური ძაფით, მაგიური ნემსით, მახათით, პირს შევუკერავ მე ახლა, აი ვუკერავ პირს, რომ ვეღარ ილაპარაკონ თქვენზე, თქვენს მიმართ რომ ვეღარ თქვან ცუდი სიტყვები, წყევლები რომ ვეღარ წაიკითხონ, იმიტომ რომ აქ პირდაპირ განადგურებაზეა ეს წყევლები გოგოებო ბიჭებო, პირდაპირ განადგურებაზე. აქ უკვე პირდაპირ როგორ არის იცი, აი დაწექი და რომ აღარ ადგე დაიძინე და რომ აღარ გაიღვიძო რა. კი, ნახეთ სანთელი რა დღეშია, სანთელს ვერ მოატყვევ. ნახეთ როგორი პროგრამაა, სასიკვდილო პროგრამა, ისეთი ზიზღია, რომ აი რა ვიცი რა. ეს არის ქალი იბრძვის ვიღაცა ქალი და კაციც არის ჩარეული. ნახეთ როგორ ის შავე წამოვიდა, კაციც არის ჩარეული, მინდა გითხრათ, კი. კაციც არის ჩარეული. ოხოხო. ნახეთ, კპარავენ იდეებს, თქვენს ესე იგი იმაში იხედებიან ჩვენს მენტალში, აი ნახეთ როგორ გაშავდა, კი, აქ პირდაპირ სიკვდილზეა გაკეთებული, იმიტომ რომ აქ დიდი დათვი დაფიქსირდა და აი როგორც იცით მოჩვენება როა მულტფილმებში ხო იცით, ესე რომ მოდის რაღაცა, ოღონდ ეს არის შავი მოჩვენება. მე არ გამიკვირდება აქ თუ ეს ჩავაქრო, აქ თუ ვინმეს ბევრ თქვენგანს გაქვთ შიშები, აქ სულებია, შეიძლება მოძრაობს რაღაცა ისეთი, რომ იქ არ უნდა გამოძრავდეს სახლში, შეიძლება რაღაცა ისე გადმოვარდეს, გეგონა თუ რა მოხდა გადმოვარდა, არა, ეს არის სულია, აქ ხო გითხარით, წეღანაც დაფიქსირდა, აქ არის სახლი გასაწმენდი გაქვთ ჩემო კარგებო, აქ არის ეკლესიური რიტუალია ჩასატარებელი, მამაო ან მოძღვარი მოიყვანეთ, აზაზელი ასე ქვია, ანუ ბერძნული სიტყვა და ეშმაკის განდევნას ნიშნავს სასწრაფოდ, ვისაც ეს ცუდი ენერგიების გრძნობა გაქვთ, ღამე უძილობა, ეს ძილში მუშაობენ. ბევრს მე აქ ხედავ, რომ საერთოდ არა გაქვთ ძილი. ოხოხო, ეს ძალიან დიდი ხანია გებრძვიან, მაგრამ ყველაზე ცოტას ვიტყვი 3 წელი დღემდე. ნახეთ, მიწა, არეული და ჩაფლულია მიწაში, ზოგს არის სასაფლაოზე გაკეთებული, ისე გაკეთებული, ყველაფერზე ჯანმრთელობა რომ დაინგრეს, რესურსების გადაზიდვა, მოპარვა და ასე შემდეგ და ბევრს გაქვთ აქ გაკეთებული ნაკვალევზე, მერე კვალზე, აი ესეთი ზიგზაგისებური, ოხოხო, ნახეთ, ზიგზაგისებური მეთქი და რა მოუვიდა სანთელს, ნახეთ ხალხნო, ზიგზაგისებური ჯადოა, იმიტომ რომ გამოდიხართ სახლიდან, ხო პირდაპირ შეიძლება არ წახვიდეთ, ხო მარტო, ან იქით წახვიდეთ, ან აქეთ წახვიდეთ, მიხვდით ხო, აი ესეთი სიტუაცია ხა, სახლსაც და ნებისმიერ კორპუსსაც ექნება, ხო, აქეთ იქეთ გასასვლელები, ხო? გასაგებია. ხა ერთი წუთი, აი აქ მინდა გავწიო ეს და რომ ადგილი იყოს. ხო. ეხა მე ჩემო კარგებო, აი ეს ყველაფერი მოვხსენი ჩემგან და თქვენგან, მე მართლა ვიგრძენი სიმსუბუქე, თუ ვინმეს დღეს დილით რამე დახვდათ დაგდებული ან რაღაცა, ეს ენერგოვამპირული თემები მოიხსნება, განთავისუფლდებით, როცა გინდათ ეს რიტუალი ჩართეთ, უყურეთ, არა აქვს მნიშვნელობა, დღეში 3-ჯერაც რო უყუროთ, თავისუფლად შეგიძლიათ ბავშვებზე 2-ჯერ. დილას აღამოს. აქ ამოვიდა სარკე, შემოსასვლელში ბევრს აქვს სარკე, აი იქ არის რაღაცა, სარკეს რაღაცა რგოლები აქვს, ზემოთ, ქვემოთ, შეიძლება სარკის დამჭერებია, აი იქ არის ჩასხმულია რაღაცა, სარკისებური პორტალი. აქ მეუნებიან რომ შეიძლება ვინმე ქირით არის, შეიძლება ახალი სახლი იყიდეს, ოღონდ ნაცხოვრების სახლი აშენებული არა კორპუსი და მანდ არის სული დარჩენილი. კი, აი ნახეთ.
აქ იყო მგონი თავი ჩამოიხრჩო ვიღაცამ და თქვენ დაგიმალეს ეს ისტორია. ნახეთ, კი, ნახეთ, მართალია. დაგიმალეს ეს ისტორია. ოხოხო, სასწრაფოდ დატოვეთ ეს სახლი, გადადით, გაყიდეთ ეს სახლი. ან სერიოზულად უნდა მოიყვანოთ ვინმე, რომ ერთი 40 დღე, 44 დღე წმენდები უნდა ჩატარდეს, ისე რომ თქვენ არ უნდა იყოთ იმ სახლში. მე მაგალითად ვაკეთებ ეს რაღაცებს, ხალხი კმაყოფილია და ცხოვრება დაიწყო ხალხმა განაგრძო მერე იმ სახლებში, კორპუსში თუ იმაში არ აქვს. კაუჭი, ნახეთ როგორ კაუჭია, ხედავთ? კაუჭია ნახეთ, ხედავთ? აი და როგორ გაშავდა. ეხლა მე აი ამ ყველაფერს, რაც მე უფლის ნებართვით მე აი აქ ნინიამ ვთქვი და აი აქ ჩამოვიდა ეს ყველაფერი მოიხსნა ჩემგან და ჩემი კორექტული და უსაყვარლესი გამომწერებისგან, აქ იმ ხელაშურია ჩემსა და თქვენს ფინანსებზე, ბიზნესზე, რომ კლიენტები აღარ ყავდეთ, ვეღარ იმუშაოთ, სხვას მისცეს თქვენი ადგილი და თქვენ გამოგიშვან, ან საერთოდ გადანაცვლება, შენაცვლება მოხდეს, მიხვდით ხო? თქვენი პიროვნების, ნახეთ აქ როგორ არის და აი ამ ყველაფერს მე აი აქ ეხლა ანგელოზების, არხანგელების დახმარებით, წმინდა ძალების დახმარებით, ჩემი წინაპრების დახმარებით, ნახეთ როგორ გაშავდა სანთელი ხალხნო, ხედავთ წინ. აი ამ ყველაფერს ხსნი, აი ამ ყველაფერ პროგრამას, შავი მაგიური დადებულს, მაგიიდან დადებულს, ლარვებს, სექსუალურ პრივაროტებს, იმიტომ რომ აქ დავინახე მე და მითხრა სანთელმა რომ თქვიო მაინცო, ნუ ფულზე პრივაროტებს და პრივაროტი მარტო დაშორებას და სიყვარულზე არ კეთდება, კი, ნახეთ. რომ ესე იგი ეს არის სანთელი რო ქრება ეს პირდაპირ სიკვდილზეა, ამას სხვა ახსნა არა აქვს. ეს არის სიკვდილზე გაკეთებული, რომ ესე იგი თქვენ არ იყოთ კარგად ერთმანეთთან. ან ერთად არ იყოთ, ვიღაცას ხელს უშლით ძალიან. ვიღაცას უშლის, ანუ თქვენ რო არსებობთ, აი ეგ უშლის ხელს, მიხვდით? მოკლედ რო გითხრათ და ბევრია აქ ამ მოკლე სიტყვაში ჩაქსოვილი. აქ ეხლა მე ვხსნი აი ამ ყველაფერს, აი ამ პროგრამას, ნუ სანთელი საშინლად მუშაობს და მგონი მე ამას აურას სანთელს ავიღებ, თორე ძალიან არ მომწონს მე ეს სანთელი, რომ აი ესე ისვრის, არ ეწვეთება ისე მე როგორც მინდა. აი აქ ყველაფერს ვხსნი, უკან ვუბრუნებ აი ამ პროგრამებს, რაც იყო ჩემზე და თქვენზე დადებული. ვინც სიტყვით და საქმით, ხო, ჩემზე და ჩემს კორექტულ და ნორმალურ გამომწერებზე და საქმით გააკეთა, ხო, ეს ცუდი შავი პროგრამები ჯადოქრული, ხო, ვინც ჯადოქრობდა, ნახეთ, სანთელი სასწაული, ანუ უფალს ესე უნდა, დღეს სულ ესე ჯდება, ნუ იყოს რა ვქნა, იყოს ესია საჭირო ალბათ. ყველაფერი ზემოდან მოდის. აი ეს ყველაფერი მოიხსნა ეხლა მეგობრებო და მე ხა შემოვუშვებ, გავწმინდავ, მოკლედ ჩვენი აურა გავიწმინდოთ. აურა გავიწმინდოთ ეხლა ჩვენ. აურა გავიწმინდოთ, ხო? აურას აქვს კიდე ეფირული სხეული და ასე შემდეგ. აურას აქვს კიდე სხვა რაღაცეები, მიხვდით ხო? მოკლედ რო გითხრათ. ხო, მე ხლა მოდით ჯერ აი ესე გავწმინდავ ჩემსა და თქვენს, ჩემი გამომწერების მხოლოდ აურას, აი ეს ნეგატივი, რაც არის აბსოლუტურად, რაც აი აქ სანთლის მეშვეობით ჩამოიღვენთა და ეხლაც ჩამოიღვენთება, აი ამ ყველაფერ პროგრამას, შავი მაგიურ პროგრამებს, არა აქვს მნიშვნელობა რა სახის, ყველანაირი სახის პროგრამებს, მე აი აქ ეხლა მოვაცილებ, ამოვიღებ
გავანეიტრალებ ყველანაირ პორჩას, ენერგოვამპირობას, ნებსით თუ უნებლიეთ, რო გპარავენ, ფინანსებს რო გპარავენ, კრადნიკები, შური, აი თქვენ ჩემი და თქვენი ენერგეტიკიდან მე აი ამ ახლა აურას აი ესე წმინდავ და პარალელურად ავტომატურად აი ამ წუთიდანვე გაათასმაგებული არნახული სისწრაფით უკან ვუბრუნებ ჩემსა და თქვენს მტრებს, ნახულს თუ არ ნახულს, ცნობაც თუ არაცნობაც და სისხლით ნათესავს თუ არა სისხლით ნათესავს. აი ხა ამას ყველაფერს უკან ვუბრუნებ. აჰა, ნახეთ როგორ კარგად მუშაობს. ეს პატარა სანთელიც გაგიჟდა, ისეთი სიბინძური აქვს. ჩაკრები ხშირად გაიწმინდეთ, რატო ვამბობ ხოლმე, გაიწმინდეთ ჩაკრები ხშირად, მეგობრებო. ეხლა ხო, აი ესე დავატრიალებ პირიქით. ხა შეიძლება თავბრუ დაგეხვათ, ან ჟრუანტელივით დაგიაროთ ტანში, თმებმა დაგბურძგლოთ თავში, თმები გაგენძრათ. თმა კი არა და შიგნით ირხევა სისხლი, კაპილარებით, სისხლძარღვები მიხვდით ხო? აჰა, ეხლა აი ამას ვატრიალებ, აი ძრავა მატორს რო ვეძახით, ხო იცით, ესე რომ მუშავდება, ჩამოკაჩავდა დრდრა ესე როა, ხო? აუყურეთ ეხლა ესე ჩამოკაჩეთ, გონეფაში ჩამოკაჩეთ და ავამუშაოთ, გაწმენდილი პირიქით, ესე იგი გამოვაჯამრთელოთ, ჩემი და თქვენი აურა, მხოლოდ ჩემი გამომწერების, ნორმალური და ადეკვატური გამომწერების. მიხვდით ხო? აბა. გასაგებია, მე რო ვიგრძნობ თავს კარგად, ეს იგი ყველაფერი უკვე გაიწმინდა მეგობრებო და კიდევ ვიმეორებ, აი ერთი რამე მინდა გითხრათ, რომ აი ნინია ესი ამბობ, აი რო ჩამიგდებთ ხოლმე, ნუ აკეთებთ ესე გთხოვთ რა, ჩემო საყვარლეო გამომწერებო, როგორც ვამბობ და აი შეიძლება თუ ვამბობ რომ მისმინეთ ჩემო მეგობრებო, რომ ვამბობ რომ უნდა უყურო მხოლოდ 3 დღე, უნდა უყურო მხოლოდ 6 დღე, ან 9 დღე, ან მხოლოდ 1 დღე, ან დღეში ამდენჯერ. რატომ მეკითხებთ? ან რო ვამბობ რომ მხოლოდ ერთი მტერი დაასახელე, არ რეზონირდება 3 და 5 არ დაასახელო, ცალ-ცალკე უნდა უყურო ყველა მტერს. ესე იგი, მასე რო ვამბობ და რომ მიგდებ აქ მე და იმას მიშვებით, იგივე არ გეტყვით თქვენ დალოცვილებო, ხო ხდებით არა? აი ამასზე ნუ მაკარგინებთ ხოლმე დროს, ხო? ესე იგი, იგივენაირად გაგცემთ პასუხს და აი ხა ლოგიკურად ხო ვლაპარაკობ რა? რა გეტყვით რომ არა, აი მოდი რახან ეგრე გინდა ესე უყურე, არ არის ეგრე. მე როგორც ვამბობ რიტუალზე, ისე უნდა უყუროთ. და თქვენ ნახეთ როგორ გამოგისწორდებათ ცხოვრება. აი ნახეთ რამდენს კომენტარები წაიკითხეთ და რამდენს გამოუსწორდა ცხოვრება. ნახეთ თქვენ რამდენს გამოუსწორდა ცხოვრება. ნუ ალბათ ესე უნდა იყოს. მესამედ დაჯდა ესე ხედავთ, უფალი ჩვენთან არის ღმერთი, იყავით დალოცვილები, ჯანმრთელობას გისურვებთ, ბედნიერებას გისურვებთ, გამოსასყიდი იქნება 6 ლარი და თუ ძალიან ისეთი საშინელი სიტუაცია გაქვთ, ჩართეთ და დღეში 3 ჯერ დილა, შუადღე, საღამო. ბავშვებზე 7 წლიდან უყურეთ, ამინ. 7 წლიდან უყურეთ, რა ქვია, ზემოთ 6-დან არ მკითხოთ, 7 წლიდან. აი ამ სიტყვებს და თქვენებურად ნუ უყურებთ ხოლმე რიტუალებს, უყურეთ, როგორც მე ვაპროგრამებ, როგორც რიტუალი მიმდინარეობს, აი ესე უნდა უყუროთ და ნახეთ თქვენ, რომ ყველაფერი კარგად იქნება, აბსოლუტურად ყველაფერი კარგად გექნებათ. მოკლედ მეგობრებო, თქვენთან იყო ნინია, მიყვარხართ, არ გემშვიდობებით, მომავალ შეხვედრამდე.